მე უნდა ესე კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მე არ გამოვდგები არც პოლიტიკური ანალიზის მიმართულებით, არც სამხედრო ანალიზით, არც კიდევ რაღაცა სხვა ბევრი თუნდაც რაღაცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისებითაც, მაგრამ რაც ჩემს ტვინში არის, ეს არის სტრუქტურა, რომელიც ამბობს ესეთ რაღაცას, რომ არის თეზა, არის ანტითეზა და არის სინთეზი. თეზა და ანტითეზა ეს ფაქტიურად შექმნილი არის იმისთვის, რომ ადამიანი მივიდეს სინთეზურ წერტილამდე. სინთეზური წერტილი არის, როდესაც შენ ამბობ გავიგე. იმისთვის, რომ რამე გაიგო და ნახე რამ ხელა მნიშვნელობა არის, რომ მე რაღაცა რო გავიგო, ამისთვის ჯერ კი ის კი არ უნდა ვისწავლო, ის კი არ უნდა დავიმახსოვრო, ის კი არ უნდა დავიფიცო, არამედ მე უნდა გავიგო. გავიგო ნიშნავს, რომ შენ რომც არ მცოდნო და მე ეს უნდა მიმეგნო ჩემით. ხო? აი რას ნიშნავს გაიგე კვადრატული განტოლება როგორ იხსნება? გაიგე პითაგორას თეორემა. ნიშნავს ფაქტურად პირდაპირ გეტყვი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ შენ გახდი პითაგორა. იმიტომ რომ რაც იმან როგორც თავისი სულიერი გამოცდილებით დაამტკიცა თავის თავში რომ კათეტების კვადრატების ჯამე ჰიპოტენუზის კვადრატი არის, ამის გამკეთებელი შენ ხდები. ანუ გავიგე დაახლოებით ტოლობა არის ვიგრძენი? თუ კიდე სხვა არის. არა, შენ შეიძლება გრძნობდე, მაგრამ ვერ იაზრებდე. გააზრებული გრძნობა. აი, ეგ უკვე არის. ეგ უკვე არის. გავიგე ნიშნავს, რაც ვიცი, იმას გრძნობ და რასაც გრძნობ, ის ვიცი. აი, ეგ ხა უკვე შეიკრა. ხო. ეხა ამ ეს სტრუქტურა თუ გვესმის, მაშინ ჩვენ გვესმის ეგეთი რაღაცა, რომ ყოველთვის იმისთვის, რომ მე შემდეგ ეტაპზე რაღაცა გავიგო, მე ჯერ მჭირდება დაპირისპირება. მე მჭირდება მტრობა და მე მჭირდება პოლარიზაცია, იმისთვის, რომ პოლარიზაციის მიღმა სინთეზური წერტილი გავიგო. ალუდასთვის ეს იყო თემიდან გარეთ გასვლა, მაგრამ ეხლა რაღაცა მუცალი, როგორც მტერი, მაგრამ მე მივხვდა, რომ მუცალიც ვაშკაცია. აი, უკვე სინთეზური წერტილი არის. ამიტომ ეს სტრუქტურა რახან ვიცი, მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ ორი ეგო თუ ეჯახება ერთმანეთს, მაშინ ამ ეგოებში მოხდება რაღაცა ანიჰილაცია და რაღაცა მესამე დაიბადება. ეხა ამ ასე ვთქვათ მოლოდინით თუ შევხედავთ ესე იგი ეს მომენტს და სხვა შეც უნდა თქვა რომ აგერ რამოდენიმე დღის წინათ მეგობრულ წრეში ითქვა ერთმა თქვა პირდაპირ გააჩერა რომ კაცო პუტინსო ბევრი რო უსმინო შეიძლება მაგეჭკუდადაც გადახვიდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ თუ კი ვიღაცისთვის ცალსახა არის რომ მე პუტინის ეს იმათ ვერ გამოვდგებიო, ხო? მე მგონი თითოეულ ადამიანმა უნდა კარგად და ესე იგი ნელა უნდა გააკეთოს გააზრება იმისა, აბა რა არის ესე იგი საზრესი აქეთ ამ მხარეს, რა არის საზრესი აქეთ ამ მხარეს, უნდა ჩახსნას ყველანაირი ემოციები, უნდა ჩახსნას ყველანაირი მიკერძოებები, რომ მე რახან ქართველი ვარ, აქეთ ვდგევარ და მე რახან არ ვიცი მე მამა ჩემი რახან თუ ბაბუა ჩემი იბრძოდა ფრონტის აქეთ ამ მხარეს მაშინ იქეთ. აი ყველაფერი უნდა ჩახსნა და უნდა გააჟღერო რომ ყურში რა ხდება საერთოდ რომ ამ დაალაგებული სიტუაციიდან შეხედო რაზე არის საუბარი. სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ აგერ დუგინს უსმენდი. დუგინი არის ფაქტობრივად პუტინის ისა ხო მარჯვენა ხელი და რა ვიცი მაგისი ისა თავარი იდეოლოგია. თავარი იდეოლოგია არის ნამდვილად და დუგინი გახსნილი ტექსტებით ლაპარაკობს. ესეთ რაღაც სამოდა რომ ჩვენო ეხლა რომ უკვირდებითო დასავლეთშიო სადამდე მივიდაო ესე იგი პოსტმოდერნიზმიო რომ ჭეშმარიტება გამოცხადდა ფარდობითობათო და თუ ჭეშმარიტება ფარდობითი არის მაშინ ჩვენ ამაყად და ხმამაღლა ვიტყვით რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი რუსული ჭეშმარიტებაო. ხო? ოკეი. მაგრამ და ეს ყურში მომხდა, ანუ ეს რა თქმა უნდა ის ამას ლაპარაკობს ნიშნის მოგებით, რომ აქედან უკვე რახან ჭეშმარიტება მოსულა და მაშინ მე მაქვს ჩემი ჭეშმარიტება, მაშინ მე იმას მივაწვევი ბოლომდე და ვინ არის ჩვენ შორის იმის მთქმელი, რომ შენი ჭეშმარიტება ჩემს ჭეშმარიტებაზე უფრო მეტი არის. ამას როცა იაზრებ, მე ხვდები თუნდაც იგივე პუტინის ასე ვთქვათ რიტორიკაში რატო არის ეს მომენტი, რომ აი იმან მთელი ლექცია წაიკითხა და თქვა, რომ აი მე ესე ვხედავ. და ნუ მეტყვით ახლა რომ ჩემი ხედვა არის არასწორი ხედვა და შენი ხედვა არის უკეთესი ხედვა. მე ამის უფლება მაქვს და ამას ვაწვევი. ანუ დანარჩენი გადაწყვეტა ბრძოლის ველზე. ხო ხვდებით რომ მაგრამ მე აქვე უნდა გავჩერდე და ეგრევე უნდა თქვა ეგეთი რაღაცა რომ ესე არ დგას საკითხი და მე პირადად თუ კი რამე მიაზროვნია თუ კი რაღაცა მიფიქრია სადღაც ლექციები წამიკითხე პირველი რასაც ლაპარაკობ არის ის რომ ჭეშმარიტება თავისი არსით არ არის ფარდობითი. ჭეშმარიტება არის ერთი გინდა არ გინდა მოგწონს არ მოგწონს პრობლემა ჭეშმარიტების არის ის რომ მისი დადგენა არის რთული და დადგენის წესი არის ორნაირი ის ან უნდა დაადგინოს ვიღაც ავტორიტეტმა და მაშინ ჭეშმარიტება რჩება გაუგებრად იმიტომ რომ დედა ავტორიტეტმა თქვა და მე კი ვერ გავიგე რატო თქვა მაგრამ უი დედა იმან თუ თქვა მაშინ ეგ მომენტი ყოფილა და ეს პრობლემატური არის ხო მეორე ვერ გაიგე სინამდვილეში ანუ ვერ გაიგე სინამდვილეში და მეორე მომენტი არის ეგეთი რაღაცა რომ მე რომ
ჩავეხსნა ყველაფერს და რო ვთქვა რომ ჩემში სად არის ის წერტილი რომელიც ჩემში შიგნით არის ანუ მე სუბიექტურში შევედი ობიექტურს არ ვეძებ სუბიექტურში შევედი მაგრამ იმდენად გულწრფელ წერტილს მივადექი რომ ამ წერტილის მიმართ მე ვამბობ რომ მე სხვანაირად არ შემიძლია მაშინ ის წერტილი ყოფილა ობიექტური. ამიტომ თუ კი სადმე ლექცია, როდესმე რამე წამეკითხია, მოაბეზრე კიდევაც ჩემს მსმენელს და მეგობრებს თავი, რომ სულ გავიძახი სიტყვა სინდის. რატო? იმიტომ რომ სინდისი არის ჩემში ჩემზე მეტი და ის არის ობიექტურობა. და სინდისი არის წერტილი, როდესაც შენ მე სხვანაირად არ შემიძლია. ხო, როგორც მარტინ ლუთერ რო ამბობდა, რომ ესე იგი აქავარ და სხვაგვარად არ წავიც, საზომი სწორედ ეს არის, ხო? დღეს ძალიან ბევრი კამათები არის. კი, მაგრამ უნდა შევასკდეთ, ომი გამოვაცხადოთ რა თქმა უნდა, ჭკუა უნდა იხმარო, რა თქმა უნდა, ემოციები უნდა მოტოკო, მაგრამ ჭკუისა და გონების მაღლა კიდევ არის სინდისი, რომელსაც იტყვი რომ აი თუ კი სინდისი ლაპარაკობს, მაშინ ყველა და ყველაფერი ჭუმდება და მაშინ მე უკვე სიცოცხლის დადებად შემიძლია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მე სინდისის საწინააღმდეგოდ უნდა ვიარო. არავინ არ გეუნება შენ რომ შეასკდე ემოციურად და უტვინოთ რაღაცას, ხო? ხო ხტებით რაზე არის საუბარი? ამიტომ მეც ესეთ რაღაცას ვამბობ, მე არ ვიცი რა არის ჭკვიანი გამოსავალი. ეს დიპლომატებმა, ეს პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ, ხო? იმიტომ რომ უამრავ რაღაცა პრობლემას წამოწევს ახლა ადამიანი, რომელიც თუ აი ხარ სწორად როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში. ისე როგორ უნდა მე რა ვიცი, მე რომ მიმიშვი ახლა ჭადრაკი ვეთამაშო, გროსმეისტერებს ნებისმიერ სლაში წავაგებ, ხო? იმიტომ რომ მე მაგდენის გათვლის უნარი არ მაქვს, მე დილეტანტი ვარ ამ ამბავში. ამიტომ ეს პროფესიონალებმა უნდა ითამაშონ ეს თამაში, ხო ხტებით? მაგრამ მორალურ მხარეს რაც შეეხება, მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ პირველი ფასეულობა ჩემთვის ეს არის სინდისი. მერე მოდის უკვე ენა მამულის არწმუნება და ახლობელი შვილი სიცოცხლე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამ ყველაფერზე მაღლა თუ არ არის აი ის რომლის მიმართაც შენ ამოფრობს აი მე არ ვიტყუები აი ეს არის ნაღდი აი ამ ნაღდობის თუ ნაღდობის მიმართ შენ აკეთებ რაღაცა აქს ყველაფერი გმირობა არის ხო აი ამ კონტექსტში რატო თქვი ესა მე მგონია რომ რუსეთს აქვს თავისი ამბიციები და ეს არის მისი სახელმწიფო ინტერესების ამბიციები. რუსეთის პოზიცია არ არის სინდისის მიერი პოზიციები, ეს არის ჩვეულებრივი პრაგმატული ინტერესების ასე ვთქვათ მატარებელი ხაზია, მაგრამ უკრაინაში ხდება საინტერესო მომენტი. უკრაინა ბუნებრივია თავს იცავს, მაგრამ გვერდიდან რო უყურებ, მე მგონია რომ უკრაინაში ხდება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. უკრაინაში იბადება ახალი კულტურა და ფასეულობების სულ სხვა მასშტაბი. ჩვენ თუ მანამდე ვამბობდით რომ აი დასავლური ფასეულობებისკენ მივდივართ დღეს მე ხმამაღლა ვიტყვი რომ უკრაინული ფასეულობა ჩემთვის ყველანაირ დასავლურ ფასეულობაზე კიდევ უფრო მაღლა არის დასავლური ფასეულობა არის ადამიანის უფლება როდესაც არის პირველ ადგილზე წამოწეული და ადამიანის უფლებით რო ასე ვთქვა და თავისუფლების იდეით რომ მოდიხარ უკრაინული ფასეულობა მე პირდაპირ ხმამაღლა ვიტყვი რომ ამაზე უფრო მაღლა არის ეს არის სინდისის თავისუფლება როდესაც შენ აღარც თვლი მაგას სწორი და არასწორი რა არის. შენ სხვანაირად არ შეგიძლია, შენ დგახარ და შენ ამხელა მონსტრს შენს ბეჭებზე აიღებ, თუ კი შენ შეგიძლია მე დამეხმარო, დამიდექი გვერდი. თუ არა მე მაინც აქ ვდგევარ და ამას ვერ ბედავს ევროპული ქვეყნებიც ვერ ბედავს. ამხელა შემართებას მე ხო გეუბნებით აი სადღაც ქუჩაში უკრაინელი ჩვეულებრივი ადამიანი რო შეხვდეს, ფეხზე წამოუდგები, იმიტომ რომ ის არის კოლექტიური წარმომადგენელი იმ ცნობიერების, რომელსაც ვეთაყვანები შორიდან. მე ამ ხალხით ვარ, ესე იგი, აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა იქ ლიდერებიც გმირები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ლიდერები გმირები არიან იმ საფუძველზე და იმ ზურგით, რომ შენ ესეთი შეგნებული ხალხი ყავს. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მომენტი. აი ვიღაცამ ახსენა კარგი პარალელი, რომ დათვს თუ ვინმე მოერევაო, ეს დათვსო მოერევაო ფუტკრებიო. არ გამიგია და ფუტკრები შეადარა უკრაინელ ხალხს, რომელსაც აი არ სჭირდება დირიჟორობა. ყველა თავისით გადარეული არის და ყველას აქვს თავისი შინაგანი ვექტორი მიმართულება და ამიტომაც მე როგორც ქართველს მიკვირს, ბიჭო, ამდენი ხანი ერთი ვიღაცა მეხუთე კოლონა როგორ ვერ გამ ვიღაცა გამყიდველი, ვიღაცა ანუ ხო ხტები და ეს არ ჩანს და ამ დროს ჩანს ჩვეულებრივ ხალხში მე ხო არ მაქვს საუბარი რაღაც გასაგებია სახელმწიფო წარმომადგენლებს ჩვეულებრივ ნებისმიერ უკრაინელს დაელაპარაკე და შენ მიხვდები რომ ის შენთან შედარებით არის 150 ჯერ უფრო მხნეთ და იქითკენ დაგამშვიდებს როგორც ავიცი მე არისტოვიჩი გვამშვიდებს ხოლმე ყოველ საღამოს ჩვენ აქეთკენ ვისაც დაწყვეტაზე გვაქვს ნერვები ამიტომ ჩემი სრული აღფრთოვანება და ასე ვთქვათ მადლიერება ამ ხალხს ჩვენ ამ ხალხის მადლიერება მეცაც ვიტყვი ეს ხალხი ამ ხალხი პირველ რიგში იმიტომ კი არ ვცემ პატივს რომ უკრაინას იცავენ ეგ გასაგები იქნებოდა ეს ხალხი იცავს
იმ ფასეულობას, რომელი ფასეულობისთვისაც სიცოცხლის ზადება ღირს.